ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. მიქაძეებისგან თუ ელოდა საფრთხეს, ჩადუნელის გარეშე რატომ გადაადგილდებოდა? შეგიძლიათ ვინ არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმე? ვისი ჩვენების საფუძველზეც პროკურატურამ გიორგი და დავით მიქაძეები სხვა პირებთან ერთად პასუხისგებაში მისცა. გარდაცვლილის ახლო ნათესავი მიხეილ ბერძენიშვილი ლევან ჯანგველაძის უახლოესი გარემოცვის წევრი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. როგორც მის მიერ გამოძიებისთვის 2025 წლის 8 აგვისტოს მიცემული ჩვენებიდან ვიგებთ, სწორედ ბერძენიშვილი და გია ჩადუნელი უზრუნველყოფდნენ ჯანგველაძის უსაფრთხოებას საქართველოში ყოფნის დროს. მკვლელობის დღესაც თბილისში ჩამოსვლამდე სწორედ ბერძენიშვილს დაუკავშირდა გარდაცვლილი და შეატყობინა მისი გეგმების შესახებ. თუმცა ამ უკანასკნელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა აეროპორტში დახვედრა. ლევან ჯანგველაძე მოსკოვში დაცვის თანამშრომლებთან ერთად გადაადგილდებოდა. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის დროს, ლევან ჯანგველაძის გადაადგილების პროცესს მას დაყვებოდა და იცავდა როგორც უკვე მოგახსენეთ გია ჩადუნელი. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში ყოფნისას ლევანს მეც დაყვებოდი და ვიცავდი მის უსაფრთხოებას. ამავე ჩვენებაში ბერძენიშვილი გამოძიებას უყვება ლევან ჯანგველაძეს და ბრალდებულებს შორის მისი თქმით არსებულ კონფლიქტზე, რაც მოწმის ვარაუდით ბიზნესს უკავშირდებოდა. თუმცა ბერძენიშვილი პარალელურად აცხადებს, რომ გარდაცვლილს საქართველოში ბიზნესი არასდროს ჰქონია. ლევან ჯანგველაძის შესახებ ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ მას საქართველოში ბიზნესი არ ჰქონია. მოწმე ბერძენიშვილი გამოძიებას უყვება, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ჩამოსვლისას ლევან ჯანგველაძე განსაკუთრებით ფრთხილობდა. ის იხსენებს ეპიზოდს, როცა გარდაცვლილმა საიდუმლოდ გაანდო, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. რასაც ვიხსენებ ბოლო 6 თვის განმავლობაში მან დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. მახსენდება ასეთი ფაქტი ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ჩამოვიდა, მან მკითხა ტანსაცმელზე ეტყობოდა თუ არა რამე. რაზეც გავიკვირვე, რას გულისხმობდა და მან გარკვეული მოძრაობა გააკეთა და მკითხა, ახლა თუ მეტყობა, რომ რამე მიდევსო. მეც დავაკვირდი და ვერაფერი შევინიშნე. რა დროსაც მან შეიხსნა კამარი და მცირე და ჩაიწია შარვალი და დავინახე, რომ ჰქონდა სპეციალური იარაღის ჩასადები ნაჭრის კაბურა და მასში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. სწორედ ეს ბერძენიშვილის მიერ გამოძიებისთვის 8 აგვისტოს მიცემული ჩვენება გახდა დავით და გიორგი მიქაძეების, გიორგი ჯოხაძის და სხვა ბრალდებული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი. ზუსტად ეს არის ვერსია, რასაც მედიაც აქტიურად ტირაჟირებს. თუმცა სატელევიზიო ეთერებით მიწოდებული ინფორმაცია, როგორც წესი, ზედაპირული და არასრულია. საქმის მასალების გაცნობის დროს ობიექტური დამკვირვებელი ადვილად შეამჩნევს უცნაურ გარემოებებს, რაც ბრალდების ოქროს მოწმის ჩვენებაში იკვეთება. პირველი, რაც თავიდანვე თვალში მოსახვედრია, ბერძენიშვილის შეცვლილი ჩვენებაა. მართალია, ოქროს მოწმე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიება მის პირველად სწორედ 2025 წლის 8 აგვისტოს გამოკითხა. 8 აგვისტომდე საგამოძიებო უწყებას კითხვა არ გაუჩნდა, მანამდე რატომ არ გამოგკითხე? რაღაცები რო შეიცვალა ის მერე დამიბარეს და გამოგცხადდი. რაღაცები რო შეიცვალა ის მერე დამიბარეს და გამოგცხადდი. თუმცა ეს მტკნარი სიცრუეა, რადგან საქმეში დევს მიხეილ ბერძენიშვილის მიერ დაახლოებით 4 თვით ადრე, 15 აპრილს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. დოკუმენტის გაცნობის შემდეგ მაყურებელი ადვილად მიხვდება, რაში დასჭირდათ ბერძენიშვილის 15 აპრილის ჩვენების დამალვა ბრალდების გაყალბებით დაინტერესებულ პირებს. 15 აპრილს და 8 აგვისტოს მიცემული ჩვენებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით არის სავსე. მაგალითისთვის, 15 აპრილს ბერძენიშვილი აცხადებდა, რომ ლევან ჯანგველაძის თბილისში ჩამოსვლის ამბავი ბევრმა ადამიანმა იცოდა. მისი თქმით, ეს არ წარმოადგენდა საიდუმლოს ნაცნობებისა და ახლობლებისთვის. ლევანის თბილისში ჩამოფრენის შესახებ იცოდა ბევრმა. ეს საიდუმლოს არ წარმოადგენდა მისი ნაცნობებისთვის და ახლობლებისთვის. ბევრმა იცოდა, რომ მოფრინავდა გურამ მუქიას პანაშვიძე, რადგან ლევანი საუბრობდა ამ თემაზე. ბერძენიშვილი ამის საპირისპიროს აცხადებს უკვე 8 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჯანგველაძის მარშრუტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანისთვის იყო ცნობილი.
2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძის თბილისში ჩამოსვლის მიზეზი იყო დასწრებოდა მისი მეგობრის გურამ მოქიას სამძიმარსა და დაკრძალვას. მანამდე ვიდრე საქართველოში ჩამოფრინდებოდა, ლევანმა დამირეკაჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონის სოციალურ ქსელ WhatsApp-ზე და მითხრა, რომ მოსკოვიდან მოფრინავდა საღამოს რეისზე საქართველოში. დაესწრებოდა გურამ მოქიას პანაშვიდს და მის დაკრძალვას. ამის შემდეგ კი ისევ უკან დაბრუნდებოდა მოსკოვში. ცოტა გამიკვირდა, რადგან ველოდებოდი, რომ გასვენების დღეს 15 მარტს ჩამოვიდოდა. მაგრამ მანვე მითხრა, რომ ღამის საათებში ნაკლები ხალხი იქნება და მირჩევნია პანაშვიდზე მაგ დროს მისვლაო. ამ პერიოდში მე ვიმყოფებოდი სამტრედიაში. მქონდა ვირუსი და ლევანს ვუთხარი, თუ კი სიცხე არ მექნება, ხვალ დილით თბილისში ჩამოგაკითხავთ ხო. რაზედაც ლევანმა სასტიკი უარი განაცხადა. მითხრა, თავს მიხედე, სახლში იყავიო. მახსოვს, თავის მობილურ ტელეფონზე WhatsApp-ში გადავუგზავნე კიდეც ფოტო, როგორ მიკეთებდნენ გადასხმას. ლევანის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ასევე იცოდა გია ჩადუნელმაც, რომელიც პირადად დახვდა აეროპორტში და მიიყვანა ლევანი თავისი დედის სახლში, შევჩენკოს ქუჩაზე, ხოლო შემდეგ პანაშვიძეც წაიყვანა. ასევე ვფიქრობ, ლევანის ჩამოსვლა ეწოდინებოდა კახაბერ ძანძავასაც, ლევანის დედას და დას. თუმცა ორ ჩვენებას შორის მთავარი შეუსაბამობა ამით არ მთავრდება და ის უშუალოდ მკვლელობის ეპიზოდს და სავარაუდო მიზეზს უკავშირდება. 15 აპრილს, ანუ ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ, მიხეილ ბერძენიშვილს არ ჰქონია ვარაუდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული მკვლელობის შეკვეთით. გამომძიებლის შეკითხვაზე, რატომ ესროლა უძილაურმა გარდაცვლილს, ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ჩემი აზრია, რომ გელა უძილაურს დაუკვეთეს ლევანის მოკვლა, ხოლო გელა არის მხოლოდ მკვლელობის აღსრულებელი. რაც შეეხება შემკვეთს, მე არ ვიცი ვინაა და რატომ შეუკვეთა მკვლელობა. ხოლო უკვე 8 აგვისტოს ბერძენიშვილი გვთავაზობს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამზადებულ ვერსიას, სადაც დასახელებული ჰყავს მონაწილე პირებიც, მათი სავარაუდო მოტივიც და დანაშაულის დაგეგმვის სრული სურათიც. საინტერესოა, რომ მოწმეს, რომელიც გარდაცვლილის უახლოესი პირი და საქართველოში მისი უსაფრთხოების მცველი იყო, ეს ყოველივე მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რაც ვერსია ტელევიზიით მოისმინა. ლევანის მკვლელობის შემდეგ საქართველოს ტელევიზიებშიც არაერთხელ გავიდა სიუჟეტები, სადაც სახელდებოდნენ სხვადასხვა პიროვნებები, კერძოდ ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ჯოხაძე, ძმები გიორგი და დავით მიქაძეევი. სწორედ ამ დროს აღვიდგინე, რომ წარსულში გარკვეული უთანხმოება მიქაძეევთან ჰქონდა ლევან ჯანგველაძეს, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ბიზნესთან. გასაოცარია, როგორ არ გაუჩნდა გამომძიებელს შეკითხვა, როდესაც ბერძენიშვილთან საუბრის დროს რამდენიმე წუთის ინტერვალით ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცება მოისმინა. როგორც უკვე გაჩვენეთ, ის თავად ამტკიცებს, რომ გარდაცვლილს ბიზნეს ინტერესები ჩვენს ქვეყანაში არ ჰქონია. თუმცა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები ჩვენებაში ამით არ მთავრდება. შემდეგ ფურცლებზე ეგრეთ წოდებული ოქროს მოწმე ჯერ აცხადებს, რომ უსოიანის ოჯახთან ბრალდებულების კავშირის შესახებ ლევან ჯანგველაძის დაკრძალვის დღე შეითხოვ, ხოლო იმავე ჩვენებაში ასევე ამტკიცებს, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ 2024 წელს მოსკოვში ყოფნის დროს მოისმინა. ოთარ ფარცხალაძე, რომ უსოიანის ოჯახთან ახლო ურთიერთობაში იყო, ეს შევიტყვე ლევანის დაკრძალვის დღეს. გასვენებაში შეკრებილი ხალხი საუბრობდა, ბევრ მათგანს არც კი ვიცნობდი. ზოგიერთი ჩამოსულიც კი იყო მოსკოვიდან. ბევრი ხალხი ირეოდა. ზოგი რუსულად საუბრობდა, ზოგიც ქართულად. და იქ მოვისმინე, როგორ ამბობდნენ ერთმანეთში. აქვე განგიმართავთ და გიპასუხებთ, რომ ლევანს ნამდვილად არაფერი უთქვამს ჩემთვის აღნიშნულ თემაზე არასდროს. გასულ 2024 წელს, თუ სწორად მახსოვს, იანვარ-თებერვლის თვეში მე ვიმყოფებოდი მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში სუფრასთან, სადაც ლევან ჯანგველაძესა და მის მეგობრებთან ვიმყოფებოდი მეც. მეგობრები ლევანს ურჩევდნენ ურთიერთობები გაეწყვიტა ოთარ ფარცხალაძესთან და მის გარემოცვასთან. უცნაურია მოწმის თხრობის სტილიც. მას დეტალურად შეუძლია გაიხსენოს თუნდაც წლების წინ გამართული საუბრების შინაარსი, თუმცა გამომძიებლის ჩაკითხვის შემთხვევაში კონკრეტულად თუ გახსოვთ ლევანის მეგობრებიდან რომელმა ურჩია აღნიშნული და ლევანის მეგობრებიდან ვინ ისხდნენ სუფრაზე, იგი ვერაფრით იხსენებს ვერც ერთი კონკრეტული პირის სახელსა და გვარს, ვერც ადგილს და ვერც ზუსტ თარიღს. აღნიშნულ სუფრასთან, როგორც მახსოვს, ჩემთვის ნაცნობი არავინ იჯდა. იყვნენ კავკასიელი და რუსი ეროვნების მამაკაცები, რომლებიც მეგობრობდნენ ლევანთან.
კონკრეტულად მახსოვს სამი რუსი ეროვნების მამაკაცი ერთად ისხდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა ლევანს, რომ არ გამოადგებოდა მათთან ურთიერთობა და მეგობრობა, რომ გაეწყვიტა ყველანაირი კავშირი. სწორედ ეს ჩვენება, რომელიც შემდგარია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებებისა და მოწმის პირადი ინტერპრეტაციებისგან, სადაც ვერ ნახავთ ვერანაირ კონკრეტიკას, ვერც ერთ სახელსა და გვარს, ან სხვა ნეიტრალურ მოწმეს, რომელიც ამ გარემოებების დადასტურება შეძლებდა, პროკურატურისთვის მთავარ მტკიცებულებად იქცა და ბერძენიშვილის დაკითხვიდან ზუსტად 4 დღეში, 12 აგვისტოს, 5 პირი უმძიმესი ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში. ბრალდების ტენდენციურობამ და მედიაში დაწყებულმა მიზანმიმართულმა ცილის-მწამებლურმა კამპანიამ საზოგადოებაში უკვე წინასწარ შექმნა დაინტერესებული მხარეებისთვის სასურველი განწყობა. პროპაგანდის მიღმა რჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც გამოძიებას ობიექტური სიმართლის დასადგენად უნდა გასჩენოდა. მაგალითად, რომ გვეკითხა მიხეილ ბერძენიშვილისთვის. ბატონი ლევან ჯანგველაძე, როდესაც მოსკოვში იყო, არ ფრთხილობდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. სად უფრო ფრთხილობდა, მოსკოვში თუ თბილისში? ხომ არ იცით, მოსკოვში არ ატარებდა იარაღს შარლის უბეში ჩაკერებულ კაბულაში. თქვენთვის ცნობილია რა მანქანებით და როგორი დაცვით გადაადგილდებოდა მოსკოვში. თქვენ ხომ ხშირად სტუმრობდით მას. რაში ეტყობოდა ლევან ჯანგველაძეს სიფრთხილე თბილისში, როდესაც ერთი კაციც კი არ ყავდა მკვლელობის დღეს გვერდით. ძალიან საეჭვო ხომ არ არის თქვენი არყოფნა მაინც და მაინც იმ საღამოს და ალიბისთვის ხომ არ დაგჭირდათ WhatsApp-ში წვეთოვანი ხელში ფოტოს გადაგზავნა. როცა თქვენ მტკიცებით საუბრობთ, იქნებ ერთი კონკრეტული გვარი მაინც დაგესახელებინათ, ვინც იცის, რომ მიქაძეებს და ლევან ჯანგველაძეს ჰქონდათ საერთო საქმე, ან კონკრეტული ბიზნესი და რა ვერ გაიყვეს. ბოლოს და ბოლოს, რომელი ჩვენებაა სწორი? მომხდარიდან ერთ თვეში 15 აპრილს მიცემული ჩვენება, რომელიც საერთოდ არ ახსოვს, რომ გამოძიებას მისცა, თუ 4 თვის შემდეგ 8 აგვისტოს მიცემული ჩვენება, სადაც დეტალურად ახსოვს ყველაფერი და მეხსიერებაც აღარ ღალატობს. ან იქნებ ეს შეკითხვები იმ გამომძიებელს უნდა დაუსვათ, რომელიც ორივე ჩვენებას 4 თვის ინტერვალით მეხსიერება დაკარგული და მეხსიერება აღდგენილი ბერძენიშვილისგან იბარებდა, მაგრამ ვერსიებს შორის ასეთი აშკარა წინააღმდეგობები ვერ ან არ ნახა. მით უფრო როცა საუბარია უმძიმეს ბრალდებაზე და სრულიად უდანაშაულო ადამიანებს სამუდამოდ ციხეში უშვებს. მხოლოდ ობიექტურ. სამართლიან სასამართლოს შეუძლია დაადგინოს სიმართლე. ყველა კითხვას გასცეს პასუხი. გამოავლინოს ყველა დამნაშავე. და ღირსება აღუდგინოს შეურაცხყოფელ, სრულიად უდანაშაულოდ, ცილისწამების გამო პასუხისგებაში მიცემულ ადამიანებს. უდაოა, რომ სამართლიანი სასამართლოა ყველა დროსა და ეპოქაში, ნებისმიერი მმართველის პირობებში, პატიოსანი ადამიანის ღირსეული ცხოვრების გარანტი.